გამარჯობა, ეს მე ვარ, პირდაპირ ნახევარ უდაბნოს გორაკების ცენტრში. დღეს ვეცდები, რომ ამ მშრალ და უსიცოცხლო მიწაზე ვიპოვო ჩვენთან მობინადრე ყველაზე დიდი ზომის შხამიანი მორიელი. შემდეგ დავიჭირო შეშველი ხელებით და მის შესახებ გაგაცნოთ ინფორმაცია. მიკმინა. ჩაუჯექით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR White. დღეს ვარ გამოსული ნახევარ უდაბნოში, მაგარი სისხლია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი ქარია. მანქანა დავტოვე. მე მივუყვები ესე, სუზემ თუ ნავიდე. ჩანთით მაქვს წამოღებული. ლიტრაზე ცოტა მეტი. მათ არა. წყალი, დრონი თავის ჩანთით და ერთი პინცეტი, რომ რამე ისეთი ნახო შხამიანი, პინცეტით რო დავიჭირო და ხელით არა. მეტი არაფერი. სულ თავში არა, მაგრამ კარგად ამოვედი. ის ნახეთ რა საინტერესო ჩაღრმავებებია. გეგონება ოდესღაც მან რაღაც ბურთი იდოო რა. მაგას ახლოდან ნახავ. ასეთ სოროებში ხშირად ცხოვრობენ ტურები, მელიები, კურდღლებიც. აი აქ კიდევ ერთი. აქაც. სალამე პინცეტი ამოვიღე. აი მალა. მეგობრებო, აქ ვიპოვე ჭრელი მორიელი. ეს არის საქართველოში გავრცელებული 4 მორიელის სახეობიდან ერთ-ერთი. ჭრელი მორიელი ქვია ამას. ოპ, მარწუხებით ჩემს დაჭერას ცდილობს. რა თქმა უნდა, არაფერს დაუშავებ. ეს პატარა ზომის არის. მაინტერესებს ამაზე დიდს თუ იპოვე. მოდი გავუშვებ სადაც იქ. ამ ვიდეოში უნდა ვცადო, ამაზე დიდს თუ ვიპოვი, რა ზომა ხო დაიმახსოვრეთ. და ვნახოთ. მოკლედ დღეს უნდა ვიპოვო ყველაზე დიდი ზომის ჭრელი მორიელი. სავარაუდოდ ეგ იქნება მდედრი. რომ მდედრები უფრო დიდები არიან, ასეთ პატარა არსებები. უფრო დიდები და უფრო ძლიერები. მაგრად მომწყურდა წყალი. ისე ასეთი ამინდიროა გამიმართლა, რა იმდენად ძლიერი სიცხე არ არის, თან ღრუბელიც არის. ზეს ეფარება. თან ქარია და ასე თუ ისე მაგრილებს. და მეგობრებო, უდაბნოს ვიდეოები თუ მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და თქვენი აზრიც დაწერეთ კომენტარებში. აი უდაბნოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით რა გაინტერესებთ. ეს პატარა ხოჭო. ესენი სარგებლის მომტანი არსებები არიან. მიწას ამუშავებენ ეს ტარაკნები. კარგი არის რა, ბახში თუ ნახავთ, სადმე არ მოკლათ. ასე მეუყვები სუზემოდან. აქ ეჯერ ბალახია რა. იმიტომ რომ მაინც წვიმა იყო წინა პერიოდში. აი ივლისიდან და უკვე აგვისტოდან ხო საერთოდ აქაურობა არის, აი სულ ესეთი განოფიტური გამოშვა და ქვიშიანი. ქარში რო ყოფილო რა, აი ყურები და თვალები სულ ქვიშით მევსებოდა ხოლმე. ახლა ჯერ ასე თუ ისე ცოცხალია რა. აქ მაინც ფრთხილად უნდა ვიყო. სიარულისა სადღაც გველი არ იყოს და ფეხი არ დავადგა. იმიტომ რომ აქ ეს შხამიანი გველებიც არიან. აქეთ ვინახავს გველგესლა. რაც სახუმარო ნაღდად არ არის.
გიურზასავით საშიში არ არის, მაგრამ არც სახუმარო არ არის. ეს უნდა ჩავიდე. ნიადაგი აქეთ ეგრევე იშლება. მაინც ფრთხილად დავბუდიალობ. შეიძლება დაინტერესდეთ ასეთ ადგილებში ტაისონი რატო არ დამყავს და მაინც კი იცით როგორი ინტერესიანია და როგორი უშიშარი. შეიძლება ისეთ რაღაცას მიადგეს, რომ დაინტერესდეს, ესე იცის ხოლმე თათის ჩარტყმა დასუნვა და აი სიტყვაზე ნახო შხამიანი გველიან, შავი ქვრივიან მორიელი. ყველა შემთხვევაში საშიში არის ტაისონის აკოფნა. ამიტომ არ დამყავს. გადმოვედი აქეთ, სადაც ოდესღაც სავარაუდო წყალი ჩამოედინებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ისეა როგორც ხევი რა. და კიდევ მანდ მაქვს ნანახი ძალიან საინტერესო რა. იჟარები. ეს ქვების ნახეთ როგორ არის, აი კანიონებზე რო არის ხოლმე. ზუსტად ეგრე. აი მაგალითად ეს ქვა. ოპ, რამდენი ჭიანჭველა ბუდიში. აი ჩათვალე დამშრალი კანიონია, რომელიც ოდესღაც მართლა კანიონი იყო რა. აგაში ეჭვის არ შეგებაროთ, ხო? ეს რა არის? ნახდა და არ ვიცი რა არის, თორე გავსინჯავდი. აქ არ მინდა გავლიო სული. აი ეს რასაც ხედავთ. აი ეს. ეგ არის ფალანგის ბუნაგი რა. ახლა რადგან მზე არ არის და ჩრდილია, სავარაუდოდ სანადიროდ არის გამოსული. საკმაოდ დიდი ფალანგა იქნებოდა მანდ. ცოტა დავათვალიერე უდაბნო დრონით. ჩემ ზემოთაც უწითელი მთები არის, ქვემოდან ეტყობა ვერ შევამჩნიე და ვარე მანდ ვეავაჭრი და მე ესეც გავუყვები რა. სულ თავში ვარ ჩათვალეთ ფაქტობრივად. ახლა კიდე ჯერ მაინც ადრია რა. ივნისის ბოლოა. აი ივლისის შუა რიცხვებიდან უკვე ყველაფერი იქნება და თანაც ძალიან ბევრი. ქვებიც როგორი გამოფიტულია ნახეთ. ხაც მოგიდებთ ხდება. აი ავაჭრათ წითელ უდაბნოში. აქეთ იმდენად გამოფიტულია ნიადაგი, რომ დიდი შანსია რომ არაფერი იყოს დღეს. სანამ მაგრად არ დააჭერს კიდე აქეთ და სანამ ძალიან არ დაწყება. სუთი ხარა და ქვები არის დაწევებული. კანიონზე რო გიყვებოდით, იმის თავში ვარ რა.
ეს რა ქვარი? კინა შეიცავს სავარაუდოდ და იმიტომ ესე გაწითლებული ჟანგია რა ეს. წეღან ძალიან ცუდად დავცურდი და ცოტა ისე უნდა ვიარო. ფრთხილად. ისე აქ რო წამომეღო ის ეკლები, კაი იქნებოდა. ფეხსაც რომ ზემოსაცმელი. რატო არ მიფიქრია? ამ თიხიან ტერიტორიას თავს ვანებებ, იმიტომ რომ აქეთ ნაკლები შანსია, აქეთ მართლა ძალიან რო დაცხება, მხოლოდ მაშინ მინახავს, აი საშინელ სიცხეში ოდნავ რო არ მოძრაობს ფოთოლი. რაღაცა ინტერესო არსებები. ახლა გადავდივარ ქვემოთ. ნახეთ ფერები როგორ იცვლება, უცებ აქ თიხიანი და აქეთ ჩოლებრივი ნიადაგი ეძრობა, მშრალი, გამოფიტული. არაფერი. გონი ყველაზე დიდი ვიპოვე. არ ველოდი უბრალოდ რომ იქნებოდა. ეს მართლაც დიდი არის და სავარაუდოდ მდედრია. როგორ მე ხელში უნდა გადავიყვანო? აუ შენი. არ გაიქცეს. აუ მიკმინა. აი აქ ვიგრძენი. შემოტრიალებისას. არაფერს დაგიშავებ ყვილა მკბენი. ეგ შხამი არ დახარჯო გამოიზოგე. აუ მიკმინა. მეტია. ჩემში რაიმე ალერგია არ გაიღვიძებს ახალი რაც არასდროს მქონია. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ამ მორიელზე ალერგია ადრე არ მქონდა და ახლა მართლა არ ვიცი მეგობრებო. ეს არის მეგობრებო, მგონი რასაც ვეძებდი რა, ყველაზე დიდი ზომის, რაც შეიძლება უდაბნოში ნახო, ჭრელი მორიელი კონკრეტულად, იმიტომ რომ მართლაც დიდი ზომის არის რა. თანაც საკმაოდ აგრესიული აღმოჩნდა. დაჭერისთანავე მიკბინა. ნუ ეგ რა თქმა უნდა გარდაუვალია, თუ ცოტა ფრთხილად არ მიუდექი და რაღაც. მით უმეტეს ხელი დაჭერის დროს, იმიტომ რომ მაინც ახლა უცხო არსება რო დაგადგება თავს და გიჭერს, რა თქმა უნდა აგრესიით პასუხობს რა. მაგიტომაც მიკბინა თორე. ისე ეს არსება ტყუილა არ დაშინდეთ, არ არის ისეთი რომ მოგვარდეს და გიკმინოს. თავისთვის ცხოვრობენ, არიან 7 არსებები. ოპა, კიდეც ტილობს კბენას. კაი, აქ არ დამტოვო მართლა უდაბნოში. ნახე რა მაგრა ჩამავლო. მარწუხებით. ჩვენთან როგორც გითხარით 4 სახეობა ბინადრობს და ეს ამ 4-დან ერთ-ერთია. მხოლოდ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, ეძახიან ჭრელ მორიელს. ეს სავარაუდოდ არის მდედრი, იმიტომ რომ მამრები ასეთი ზომისები არ არიან. მისი შხამი საშიშია მხოლოდ იმისთვის, ვისაც ალერგია აქვს. ზოგადად აი მწერის ნაკბენზე, ნუ მორიელი მწერი არ არის, მაგრამ მაინც ალერგია ვისაც აქვს, იმისთვის ფუტკრის ნაკბენიც კი საშიშია. შეიძლება ერთმა ფუტკარმაც კი გამოიწვიოს ეგეთი ადამიანის სიკვდილი და რა თქმა უნდა, ესეც საშიში იქნება. მაგრამ ნახეთ რა საყვარელი ტიპია. არავის არაფერს არ უშავებს, თავისთვის არის. უბრალოდ ვისაც ძაღლი ყავთ და ასეთ ადგილებში დაბოდიალობთ, ყოველთვის მოარდეთ, იმიტომ რომ ამის ნაკბენს შეუძლია თქვენი ძაღლი სამწუხაროდ მოკლას. როგორც ხედავთ, მისი ბასრი და შხამიანი კუდი პატარა ნამდვილად არ არის, ამიტომ კანში ჩოვლებრივად შეაღწევს. ესე ჯავშნით არის დაფარული ეს არსება. ახლა გავუშვებ. წადი და გაშვებისასაც არ დამაჯიდოო ნაკბენით. ჭრელი მორიელი ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ბინადრობს. ასევე ირანში, პაკისტანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ავსტრალიაში, მონღოლეთში და ჩინეთშიც კი. მისი მაქსიმალური ზომა სადღაც 7 სანტიმეტრია. ისინი იყენებენ მარწუხებს მსხვერპლის დასაჭერად და შემდეგ შხამიან კუდს, რათა ის მოკლან. ამ სახეობაში კანიბალიზმის მოსულა, ანუ ერთმანეთზე ნადირობა. ადამიანი, რომელსაც ეს მორიელი უკმეს, გრძნობს ძლიერ ტკივილს, წვას და სიმხურვალეს. ასევე ხშირია ქავილის შემთხვევებიც. მაგრამ ვისაც ალერგია აქვს, მას ბევრად რთულად გამოუვლიდება ეს ყველაფერი. წესით მისია შევასრულე და ვიპოვე დიდი ზომის ჭრელი მორიელი, მაგრამ სანამ მანქანასთან ჩავალ, მაინც რა ქვაც შემხდება, შევამოწმებ რა.
მაგრამ შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ რაღაც ძალიან დიდ და გიგანტურს ვიპოვიდი. საქართველოში ეგეთი მორიელები არ არსებობენ, მაგალითად როგორიც არის აზიური თხის მორიელი ან იმპერატორი მორიელი, რომელიც არის ყველაზე დიდი მთელ სამყაროში. ეგეთები ჩვენთან არ არიან. ამასობაში კიდევ ვიპოვე. ესეც არ არის პატარა და საკმაოდ აგრესიულია. მაგრამ გაუშვებ. ნახე რა გაზიანია. ასე დავაფარო. უკან. ნაკმენი ცოტა კიდევ მეწვის რა. უბრალოდ ესე ვერ ვატყობ გამიწით და არ გამიწით და სულ იმი ქვიანი მაქვს ხელები რა ქვიშასავი თუ არის და მაგრამ არ ამგონი ალერგია მქონდეს. 1-15 წუთი გავიდა და რავი წესით რაღაც უნდა შემეთხო რა ჩემი თავისთვის. აქ დავბრუნდი. საიდანაც დავიწყე. საწავიდა პინცეტი. იმედია სახლამდე მივარ. კარგი იყო მეგობრებო. მაგრად გავერთე თან კაი ბევრი ვიარე რა. სუთავში ვიყავი ასული. ახლა მიმინოს უყურებ პირდაპირ გაჩერებული არის ჰაერში ერთ ადგილზე. მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. ისე ამ შემთხვევაში თუ მორიელი გიკბენს, ჯობია რა თქმა უნდა ეგრევე გადაიბანო. ეგ შხამს არ მოგაშორებს, მაგრამ მაინც რა ინფექციების თემაშიც. ზოგი ადამიანის ორგანიზმი მაგალითად სუსტია და ინფექცია შეიძლება იმაზე შეეყაროს, რომ აი ოდნავ წერტილი უჩანდეს სისხლი და მაგას შეეყაროს. ასევე კარგია თავს დააკვირდე. აი ალერგიის შემთხვევაში სადღაც 20 წუთში მაინც უნდა დაიწყოს უკვე ნახევარ საათში აი ციცითლეები, გასიება, ტკივილი გაძლიერდება. მე ეს ტკივილი მარტო მანდ კი არ უნდა იყოს, სხვა ნაწილებზეც უნდა გადადიოდეს რა. ალერგიის თემაში და შეიძლება ადგილობრივი ინფექციაც გამოიწვიოს კონკრეტულმა შხამმა. აი შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ქონდეს ალერგია, მაგრამ ის შხამი სისხლში ისე მოხდეს, რომ გამოიწვიოს რაიმე კონკრეტულ ადგილზე ადგილობრივი ინფექცია. ეგეთი რაღაც მქონია მე მაგალითად 5 ფუტკრის ნაკმენის შემთხვევაში, როდესაც მთელი მარცხენა ხელი, აი ეს გულმკერდის მარცხენა მხარე მქონდა სულ წითელი და მიხურდა რა. ეგ იყო ადგილობრივი ინფექცია, იმიტომ რომ მაგათი შხამი ერთყობა პირდაპირ სისხლში მოხდა. რავი, მაშინ ეგ დავადგინეთ რა. რავი მეგობრებო, მაგაზე არის დარდოთ. მე წესით ახლა კარგად ვიქნები, სახლში მივარ. ვიდეოს გავაკეთებ. მოგეთ ჩემზე არის დარდოთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რავი, თუ სურვილი გაქვთ არხიც გამოიწერეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.